ხელების მეთოდი უკვე გავიარეთ და როგორც უკვე ვთქვით, ის მათთვისა, ვისაც განსაკუთრებული სიზუსტით შედგენილი კვება არ სჭირდება. მაგრამ თუ უკვე გამოცდილი ხარ და ჯანსაღი კვების პრინციპები ასე თუ ისე გესმის, მაშინ შეგიძლია შემდეგ დონეზეც გადახვიდე. ამ ვიდეოში გასწავლი, როგორ უნდა შექმნა საბაზისო დიეტა, რომელიც კონკრეტულად შენს მონაცემებზე იქნება მორგებული. მნიშვნელობა არ აქვს რა მიზანს ისახავ. კუნთის მომატება იქნება ეს თუ ცხიმის დაკლება, დასაწყისში კვების შედგენა ყოველთვის უნდა დაიწყო წონის შენარჩუნების დიეტით. ამას ვეძახით საბაზისო დიეტას. საბაზისო დიეტა უნდა გააკეთო პირველი 1 ან 2 კვირის განმავლობაში, იმისთვის რომ დააკვირდე, რამდენად სწორად გამოითვალე საწყისი კალორიები და ასევე მიეჩვიო ახალი კვების რეჟიმს და კალორიების დათვლას. საბაზისო დიეტის შედგენა იწყება კალორიების და მაკრონუტრიენტების რაოდენობის დადგენით. საჭირო კალორიების დადგენა ბევრნაირადაა შესაძლებელი, მაგრამ სიმარტივისთვის ჩვენ ამ ცხრილს გამოვიყენებთ. როგორც ხედავ, ამ ცხრილზე უკვე გამოთვლილია კალორიები სხვადასხვა სხეულის წონის და ფიზიკური აქტივობის რაოდენობის მიხედვით. ფიზიკური აქტივობა დაყოფილია არასავარჯიშო, სუბუქი ვარჯიშის, საშუალო ვარჯიშის და რთული ვარჯიშის დღეებად. კალორიებიც აქტივობის რაოდენობის შესაბამისად იზრდება. სუბუქ ვარჯიში ითვლება წონებით ვარჯიში, რომელიც გრძელდება 40 წუთი ან ნაკლები, საშუალო ვარჯიში ითვლება 40 წუთიდან საათნახევრამდე, ხოლო რთულ ვარჯიში ითვლება საათნახევრიდან 2 საათამდე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ აქ მოცემული კალორიები შენს ცხოვრების სტილს და მონაცემებს 100% სიზუსტით არ მოერგოს, მაგრამ ზუსტად ამიტომ ვაკეთებთ პირველი 2 კვირის განმავლობაში შენარჩუნების დიეტას. აქ მოცემული კალორიებით დაიწყებ და წონაზე დაკვირვებით მიხვდები მეტი გჭირდება თუ ნაკლები. პირველი 2 კვირის განმავლობაში თუ დაიკელი წონა, მაშინ მიხვდები, რომ 150-200 კალორიით უნდა გაზარდო, ხოლო თუ პირველი 2 კვირის განმავლობაში მოიმატე წონა, მაშინ 150-200 კალორიით შეამცირე. ახლა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ვთქვათ, ყავს 75 კილოგრამიანი ადამიანი, რომელიც დღეში ვარჯიშობს დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში. მოვძებნით ცხრილზე 75 კილოგრამს და დავინახავთ, რომ ამ ადამიანს წონის შესანარჩუნებლად სჭირდება 2400 კალორია. კალორიების გარკვევის შემდეგ გადავდივართ მაკრონუტრიენტებზე. როგორც ვისწავლეთ, მაკრონუტრიენტების გამოსათვლელად უცხიმო სხეულის წონა უნდა გამოვიყენოთ, ამიტომ ჯერ მოდი ვნახოთ, როგორ გამოიყურება სხვადასხვა ცხიმის პროცენტულობა ადამიანის სხეულზე. როგორც სურათზე ხედავ, რაც უფრო დაბალია ცხიმის პროცენტულობა, მით უფრო მკვრივად გამოიყურება სხეულიც. თუ პრესი ჩანს და სხვა კუნთებიც გამოკვეთილია, მაშინ შენს ტანზე დაახლოებით 15% ან ნაკლები ცხიმი იქნება. თუ პრესი არ ჩანს, მაგრამ ვერც იმას იტყვი, რომ ძალიან ჭარბწონიანი ხარ, ანუ მაისურში თუ არაფერი გეტყობა, მაშინ დიდი ალბათობით 15-დან 22%-მდე ცხიმი გაქვს. თუ აშკარად ჩანს, რომ მუცელზე ბევრი ცხიმი გაქვს და ტანსაცმლითაც ჩვეულებრივ ატყობ ჭარბწონას, მაშინ სადღაც 22-დან 30%-მდე ცხიმი გექნება. საშუალო ადამიანი ამ კატეგორიაშია. და ბოლოს თუ ამასაც გასცდი და ისე გამოიყურები, როგორც ბოლოს სურათში ჩანს, მაშინ 30% და ზევით უნდა ივარაუდო. რა თქმა უნდა, თვალის ზომით სუსტად ვერ გამოიცნობ, მაგრამ ცხიმის პროცენტულობის გასაზომი აპარატებიც საკმაოდ არაზუსტი და ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამიტომ ჯობია ასე დაიწყო და დიეტის განმავლობაში რამე თუ იქნება შესაძლებელი, მერე შეცვალო. ახლა ჩვენს მაგალითს დავუბრუნდეთ. ვთქვათ, ამ 75 კილოგრამიან ადამიანს ტანზე აქვს 20% ცხიმი. 75-ის 20% 15-ია, ანუ 75-ს გამოვაკლებთ ცხიმის 15 კილოგრამს და დაგვრჩება 60 კილოგრამი. ამ 60 კილოგრამს გამოვიყენებთ ჩვენი მაკრონუტრიენტების გამოსათვლელად. პირველ რიგში გამოვითვალოთ ცილები. როგორც ვისწავლეთ, ცილის დღიური ნორმა 1.6-დან 2.2 გრამამდეა ყოველ 1 კილოგრამ უცხიმო სხეულის წონაზე. ჩვენ მარტივი ციფრები რომ გამოვივიდეს, 2-ს გავამრავლებთ 60-ზე და მივიღებთ ცილის დღიურ ნორმას 120 გრამს. 1 გრამ ცილში 4 კალორია, ამიტომ 120 გრამში 480 კალორია გამოდის. ანუ ჩვენი 2400 კალორიიდან 480 კალორია ცილამ წაიღო და დაგვრჩა 1920. შემდეგ გადავალთ მინიმალური ცხიმის რაოდენობაზე. მინიმალური ცხიმის რაოდენობის გამოთვლა ახლა კარგი იდეა, იმიტომ რომ ამის მიღება ყველა ვარიანტში მოგიწევს. მინიმალური ცხიმის რაოდენობა არის 0.6 გრამი ყოველ 1 კილოგრამ უცხიმო სხეულის წონაზე. ანუ 0.6-ს გავამრავლებთ 60-ზე და მივიღებთ 36-ს, რასაც დავამრგვალებთ 40-მდე. 1 გრამ ცხიმში 9 კალორია, ამიტომ 40 გრამში 360 კალორია გამოდის. ანუ დარჩენილ 1920 კალორიას კიდევ გამოვაკლდა 360 და დაგვრჩა 1560. ახლა ნახშირ წყლების დროს მოვიდა. წონებით ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად და აღდგენითი პროცესების უზრუნველსაყოფად 2 გრამი კარგი საწყისი რაოდენობაა, ამიტომ 2-ს გავამრავლებთ 60-ზე და მივიღებთ ნახშირწყლების დღიურ რაოდენობას 120 გრამს. ნახშირწყლები 1 გრამზე 4 კალორიას შეიცავენ, ანუ 120 გრამზე 480 გამოდის. კალორიების სიტუაციას რომ შევხედოთ, სულ გვაქვს 2400 კალორია, აქედან 480 წაიღო 120 გრამმა ცილამ, 480 წაიღო 120 გრამმა ნახშირწყალმა და 360 წაიღო 40 გრამმა ცხიმმა. დაგვრჩა 1080 კალორია.
ეს 1080 კალორია უნდა გადავანაწილოთ ნახშირწყლებზე და ცხიმებზე, იმიტომ რომ 120 გრამზე მეტი ცილა უკვე აღარ გვჭირდება. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ დარჩენილი 1080 კალორია თანაბრად გავყო ნახშირწყლებზე და ცხიმებზე. ანუ 540 კალორია გავყოთ 4-ზე, რაც 135 გრამი ნახშირწყალი გამოდის და დანარჩენი 540 კალორია გავყოთ 9-ზე, რაც 60 გრამი ცხიმი გამოდის. ჯამში საბოლოოდ მივიღეთ 120 გრამი ცილა, 255 გრამი ნახშირწყალი და 100 გრამი ცხიმი, რაც ერთად გამოდის 2400 კალორია. ანუ ჯერ ცხრილის საშუალებით დავადგინეთ კალორიების რაოდენობა, შემდეგ ცილების, მინიმალური ცხიმების, შემდეგ ნახშირწყლების და დარჩენილი კალორიები გავყავით თანაბრად ნახშირწყლებზე და ცხიმებზე. ეს არის კვების შედგენის რთული ნაწილი, ამიტომ თუ რამე ვერ გაიგე, შეგიძლია უკან გადაახვიო და თავიდან უყურო. ახლა დაგვრჩა კვებების რაოდენობის გარკვევა, შემდეგ დროების გამოყოფა და მაკრონუტრიენტების ამ კვებებზე გადანაწილება. თქვათ ჩვენს მაგალითს დღის განმავლობაში ბევრი დრო არ აქვს, ამიტომ ავირჩევთ მინიმალურ კვების რაოდენობას, ანუ 4-ს და ისე გადავანაწილებთ, რომ მათ შორის დაახლოებით თანაბარი დრო იყოს გამოყოფილი. პირველ რიგში დავნიშნავთ დღის პირველ და დღის ბოლო კვებას. დილით სამსახურში თუ გიწევს 9-ზე გასვლა მაგალითად და იქ მისასვლელად 1 საათი გჭირდება, პირველ კვებას დავნიშნავთ 8-ის ნახევარზე. ბოლო კვებას კი ძილის დროის მიხედვით. ანუ 11-ზე თუ იძინებ, ბოლო კვებას დანიშნავ 8-ზე ან 9-ზე, რომ თლად გაბერილი მუსლით არ დაიძინო. შემდეგ დღის მეორე კვებისთვის უნდა გამოვნახოთ დრო, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობა, ვინც მუშაობს, ალბათ როცა მოინდომებს, მაშინ ვერ შეჭამს. კვებაც მაშინ მოგიწევს, როცა შესვენება გექნება და ეს დაახლოებით ალბათ პირველ 2 საათზე იქნება. ანუ პირველი კვება გამოდის 8-ის ნახევარზე, მეორე კვება გამოდის 1-ზე ან 2-ზე და მესამე კვება უნდა ჩავსვათ მეორესა და ბოლო კვებას შორის, ანუ დაახლოებით 5-6-ზე, როცა სამსახურიდან ბრუნდები. ასე გამოიყურება კვების დროები ძალიან ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ სამსახური რომც არ იყოს შემზღუდავი ფაქტორი, პრინციპი ყოველთვის იგივეა. ჯერ უნდა დააწესო დღის პირველი კვება, შემდეგ დღის ბოლო კვება და მათ შორის დაახლოებით თანაბარი დაშორებებით გადაანაწილო დანარჩენები. და ბოლოს რახან დღეში 4 კვება გვაქვს, ჩვენ მაკრონუტრიენტებს გავყოფთ 4-ზე და მივიღებთ თითო კვებაზე მისაღები მაკრონუტრიენტების რაოდენობებს. ანუ 120 გრამ ცილას გავყოფთ 4-ზე და მივიღებთ 30-ს, 250 გრამ ნახშირწყალს გავყოფთ 4-ზე და მივიღებთ 46.25-ს, რასაც დავამრგვალებთ 55-მდე და 100 გრამ ცხიმს გავყოფთ 4-ზე და მივიღებთ 25-ს. ანუ ყოველ კვებაზე უნდა მიიღო 30 გრამი ცილა, 55 გრამი ნახშირწყალი და 25 გრამი ცხიმი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პრინციპის გაგება ერთი მოსმენით მარტივი არ არის, ამიტომ რამდენჯერაც დაგჭირდება, შეგიძლია გადაახვიო და თავიდან უყურო. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.